მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც ტრადიციულად იკრიბებიან ყოველ საღამოს მოქალაქეები. უკვე 196 საღამოა უწყლოდ საპროტესტო აქციაზე, უცვლელი მოთხოვნებით, პირველ რიგში თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ასევე, რა თქმა უნდა, უცვლელი მოთხოვნებია რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ სამართლიან გარემოში და არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა. დღეს კი აქ უფრო კონკრეტული ტრანსპარანტები აქვთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. საქართველოს სჭირდება თემური, თქვენ ახლა გითხოთ ერთ-ერთ ტრანსპარანტზე, ასევე პატრიოტების დევნით არ აშენდება საქართველო. თქვენ როგორც იცით, თემურ ქათამაძე, რომელიც ცნობილია როგორც ბათუმელი მედროშე, ის ყველა აქციაზე ბათუმში ჩნდებოდა საქართველოს დროშით ხელში, გააძევეს დღეს საქართველოდან და როგორც არის უკვე პირველადი მონაცემები ცნობილი, არ დაუკავებიათ ამ დრომდე თურქეთში. როგორც მისი ადვოკატები აცხადებდნენ, თემურ ქათამაძეს ედავება თურქეთში გიულენთან კავშირს და სწორედ ამ საფუძვლით უპირებენ მას დაკავებას. თუმცა როგორც არის ცნობილი ამ ეტაპზე, პირველადი მონაცემებით, იგივე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თემურ ქათამაძე გადავიდა უკვე თურქეთში, ზიზულებით გააძევა საქართველოსიდან არლეგიტიმურმა ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ. მას შემდეგ, რაც მას არ მიენიჭეს არც დროებითი ბინადრობა და არც ტოლვილის სტატუსი, ის გადაიყვანეს ორდუს პროკურატურაში, თუმცა გამოკითხეს და გაუშვეს და ამ ეტაპზე უცნობია რა ეტაპის რა პროცედურები გაგრძელდება თემურ ქათამაძის საქმე თურქეთში. რაც შეეხება თავად საქართველოში მიღებულ პასუხებს, თემურ ქათამაძე, როგორც იცით და მე ვინც არ იცის, მისთვის აღნიშნავ ძალიან მოკლედ, რომ თემურ ქათამაძე არის იგივე გაფარ ილმასი, რომელიც არის თურქეთის მოქალაქე და არის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი. ის თავის აიდენტიფიცირებს როგორც თემურ ქათამაძე, ეს არის მისი ისტორიული გვარი ქათამაძე. და ის ბოლო 13 წელია ცხოვრობს ბათუმში, ითხოვს რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. სოციალურ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მან ძალიან მაღალი ქულებით ჩააბარა როგორც საქართველოს ისტორიის გამოცდა, ასევე გამოცდა ქართულ ენაში, სრულყოფილად, სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე. ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია და შესაძლოა ქართულ დიასპორასთან მუშაობდა, მაშინ როცა ის თურქეთში ცხოვრობდა. მაგრამ ამის მიხედვით მას უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობაზე, ასე უარი უთხრეს დროებით ბინადრობაზე და მას შემდეგ, რაც ასევე ცნობილი გახდა, რომ გიულენთან კავშირს მას ედაობიან, ამას უარყოფს თემურ ქათამაძე გიულენთან კავშირს. ამის შემდეგ მოითხოვა ტოლვილის სტატუსი თემურ ქათამაძემ, რომელიც არ გახდეს პოლიტიკური დევნის ობიექტი და პოლიტიკური პარტიმარი თურქეთში, როგორც ვიცით, არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ თურქეთი ძალიან ბევრი არაერთი ადამიანი გახდა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, სწორედ გიულენთან დაკავშირებით. თუმცა ამის მიუხედავად ტოლვილის სტატუსიც მას უარი უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი ყველა ინსტანციის სასამართლომ საქართველოში და უკვე წუხელ გვიან ღამით თემურ ქათამაძე გააძევეს ქვეყნიდან. არსებობდა მოლოდინი, რომ მას დააპატიმრებდნენ თურქეთში, მაგრამ როგორც არის დღეს ცნობილი, თემურ ქათამაძე არ დაუკავებიათ, ის მხოლოდ გამოკითხეს ორდუს პროკურატურაში და გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გაგრძელდება თემურ ქათამაძის საქმის შემდგომი ეტაპები. მოუხედავ აქვე ნინა კაკულიას, რომელიც თემურ ქათამაძის საცოლე და ახლო მეგობარია. შესაძლოა ბევრი სხვა უფლების დარღვევასთან ერთად თემურ ქათამაძე არც სამოქალაქო ქორწინების უფლება არ მისცეს ნინა კაკულიასთან. როგორც ვთქვი, ის მედიასთან აკეთებს ახლა კომენტარს და შემდეგ ჩვენ მას აუცილებლად გავესაუბრებით და გავიგებთ უფრო მეტ დეტალს თემურ ქათამაძის შესახებ. აქ ახლა ემზადებიან უკვე მარშისთვის, ავტომანქანებით მარში არის დაანონსებული დღეს თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად, სოლიდარობის ნიშნად და იმის გასაპროტესტებლად, რომ თემურ ქათამაძე არის პოლიტიკური პატიმარი. აქ ემზადებიან მარშისთვის, რომ წავიდნენ
ავტომანქანებით მოაწყონ მარში სახლის მიმართულებით და გამოხატონ სოლიდარობა თემურ ქათამაძის მიმართ. მოდი გავისაუბროთ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ვიდრე დაიწყება ეს საპროტესტო მსვლელობა და მარში ბათუმის ქუჩებში. მოგესალმებით ბოდიში რომ გაწყვეტიათ გიორგი, მინდა რომ გაგესაუბროთ. რა საჩვენებს თქვენთვის ბოლო შემთხვევა, როცა თემურ ქათამაძე, ქართველი მუჰაჯირების თავმჯდომარე, რომელსაც ყველა ვიცნობთ როგორც ბათუმელი მედროში, იმიტომ რომ ეს პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო და მას შემდეგ დაიწყო მისი გაძევების პროცესი ოცნების რეჟიმმა, როცა ეს გახდა პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე. ის დღეს გააძევეს ქვეყნიდან. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ამბავი? ჩემი აზრით აქამდე ვიტყოდი რომ ეს იქნებოდა ქართული ოცნების ძალიან დიდი შესწავლა, გააზრებული და გაუაზრებელი, მაგრამ ამდენი რაღაცის მერე ფაქტობრივად ეს არის გააზრებული დანაშაული, რასაც ისინი აკეთებენ და განსაკუთრებით როცა საქმე ინდივიდუალურად ადამიანებზე მიედგება. რაც გაუკეთეს ბატონ თემურს და ფაქტი არის ის რომ ის უკვე თავისუფალი არის, თუმცა იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ ქართული ოცნების ინტერესებში საერთოდ არ შედის არც ეროვნული ინტერესების დაცვა, არც საქართველოს მოსახლეობის და ქართველების დაცვა, არც კონსერვატიული და ოჯახის ღირებულებების დაცვა და ასე შემდეგ. ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს პირდაპირ თუ ირიბად, მეტყველებს იმაზე, რომ თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი მოდის სხვა ადგილიდან, უცხოური ძალიდან და ისინი არიან უბრალოდ ამ საქმის შემსრულებლები. რა გაფიქრებინებთ ამას, ანუ რა რით მხარდება თქვენი ეს მოსაზრება? არ შეიძლება შენ ერთის მხრივ საუბრობდე ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც მართლა ობიექტურად რაღაცები აქვს საქართველოს და რაღაცებს იგონებდე და ამ დროს საკუთარ არ ვიცი, თანამოძმეს იმ ადამიანს, რომელიც მიუხედავად განსხვავებული შეიძლება აზრისა, საბოლოო ჯამში ითხოვს საქართველოსთვის კარგს, პროგრესს, კეთილდღეობას და იბრძვის შენს თანამოქალაქეებთან ერთად ამას აკეთებდა. ეს ყველაფერი უბრალოდ თანხმედრაში არ მოდის ერთმანეთთან. ეგ არის ზუსტად ის, რომ სამწუხაროდ ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს ან განუვითაროს ქართულ ცხოვრება და თემურ ქათამაძე არავის ნაკლები ქართველი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც 100 წლის წინ რუსებმა პირდაპირ მეშვეობით ოჯახთან ერთად მისი წინაპრები, რა თქმა უნდა, გადაასახლეს და დღესაც ზუსტად იგივე განმეორდა, გუშინაც ზუსტად იგივე განმეორდა, როცა ირიბად უკვე რუსებმა ისევ სამწუხაროდ ქართველების ხელით ის გააძევეს ქვეყნიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლა გულსატკენი არის. არ მესმის როგორ შეიძლება ერთგვარად არ გქონდეს იგივე აზრი, როგორც აქვს თემურს, ბატონ თემურს. შეიძლება არ ფიქრობდა ისე, თუმცა შეუძლებელია შენ იყო ქართველი და გული არ შეგტყიოდეს იმაზე, რაც ამ ადამიანს დაემართა და რაც ახლაც ემართება და ყველაზე დიდი ტკივილი მისთვის არ არის ის, რომ ის იყო ციხეში ან ის რომ ორჯერ შიმშილობდა, ან ის რომ მეუღლესთან დამშვიდობების გარეშე გააძევეს ქვეყნიდან. ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ მისთვის მე ვფიქრობ ესე, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება უკეთებს ამას და კიდევ ერთხელ აიძულებს მას ქვეყნის დატოვებას. ეს არის გულსატკენი, რაც მართლა ჩემთვისაც ამაზე ზენი არის საბოლოო ჯამში ქართული ოცნების მხრიდან. არაფერს არ აკეთებს ქართული ოცნება ქართველებისთვის და არ ვიცი რამდენჯერ უნდა დამტკიცდეს ეს ყოველი. ალობა, ეს გიორგი დუმბაძე იყო, თქვენს უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდით აკაკი გვიანიძეს გავესაუბროთ. მოგესალმებით აკაკი, თქვენ მინდა გითხოთ, თემურ ქათამაძე გააძევეს ქვეყნიდან და როგორც არის უკვე ცნობილი, თურქეთში არ დაუკავებიათ, რომ გამოკითხეს და გაუშვეს. თქვენ ვიცით, რომ მასთან გააქვთ გარკვეული რაღაც კავშირები. რა არის თუ არის მეტი ინფორმაცია ცნობილი თქვენთვის მისი საქმის შესახებ? კი, ის გამოკითხეს და გაუშვეს, ის ახლა მიდის თავის მეგობართან სახლში. ამ პერიოდიდან ჯერ არ ქონია მასთან სამწუხაროდ კომუნიკაცია, როდესაც ის ადგილზე მივა, უკვე გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქართველი კაცისთვის საქართველოში ადგილის პოვნა შეუძლებელი გახდა. ადამიანისთვის, რომელიც ისტორიული სტატუსიც კი უარი უსწრებს. ისტორიულ სამართლიანობას აღდგენას ცდილობდა და თან ხო აღმოჩნდა, როცა ქართულ სასამართლოს წარედგინა აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ იყო დევნად დაწყებული სისტემური საქმე, იყო აღძრული ეს იყო გაათავისუფლეს. ეს ნიშნავს, რომ არანაირი საჭიროება არ იყო და თურქულმა სასამართლომ აჯობაც და თურქულმა ძალოვანმა უწყებებმა აჯობეს დღეს ქართულ სასამართლოსაც და ქართულ ძალოვან სისტემასაც, იმით რომ მათ ბოროტად არ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული წინასწარი პატიმრობა, როცა ამის შესაძლებლობა მას რა თქმა უნდა ჰქონდა და ეს კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ აი რამდენად უკან ვარ დახეული და რამდენად მძიმე სიტუაცია არის სასამართლოს და ძალოვანი უწყებების მხრივ საქართველოში.
დღეს როცა საქართველოში მიგრაციის ბუმი არის და უამრავი მიგრანტი არის, მათ შორის არალეგალურად ამ ქალაქშიც და თბილისშიც და ლეგალურად მინდა აღნიშნო ასევე ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის მოქალაქესაც მიენიჭა საქართველოში მტოლვილის სტატუსი. ნუ ბინადრობებზე აღარაფერს ვამბობ. თქმა უნდა და ამ დროს აზე არის საუბარი ხო სამუშაო ადგილები დეფიციტი ისედაც ღარიბღატა ქვეყანაში, ასეთ რთული სიტუაცია და ამ დროს ადამიანს რომელსაც პირიქით აქეთ შემოქონდა პოლიც, აქეთ აკეთებდა ქართულ საქმეს, უამრავ პროექტს ახორციელებდა, ასეთი ადამიანი გააძევეს ქვეყნიდან. აი ეს არის ქართული სამართალი დღეს, მაგრამ საბედნიეროდ ამ ეტაპისთვის ის გარეთ არის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია. და ყველაზე სუდი რა მოხდა და ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და სამართალდამცველები დამნაშავეები არიან, იმიტომ რომ როგორც ქურდებმა ისე ღამით გადაიყვანეს და ღამით გაუშვეს ქვეყნიდან. აბა დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რატომ დაჭირდა თუ მართალი საქმე იყო, თუ სწორად აკეთებდნენ ყველაფერს, რატომ დაჭირდა ღამით ამის გაკეთება და რატომ დღისით არ გაკეთება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით მათაც, რომ ქართველი კაცის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევება ეს არის დანაშაულის და ეს არის სამარცხვინოც და დღეს ოცნების ლიდერები გამოსული და თემურ ქათამაძე სახელდაგვარს ვერ ამბობენ, იმიტომ რომ თვითონაც კარგად ესმენ, რამდენად სამარცხვინო რამ ჩაიდინეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც თემურ ქათამაძე გახდა ამ აქციების რუსული კანონდამოყოლებული ამ აქციების სიმბოლო, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვების სიმბოლო გახდება და როდესაც დაბრუნდება თემურ ქათამაძე აქ საქართველოში, ისტორიული სამართლიანობაც იზეიმებს და ზოგადად სამართლიანობისთვის ბრძოლაც იქნება. რატომ აღმოჩნდა ესე თქვენი აზრით პრინციპულად მიუღებელი და ქართული ოცნების რეჟიმისთვის თემურ ქათამაძე, ისე რომ მას არ მიენიჭეს არც საქართველოს მოქალაქეობა, თან როცა გამოცდები ჩაბარებული ქონდა, ხო? მათ შორის უმაღლესი ქულები საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენაში, ასევე არ მიენიჭეს არ მისცეს არც ბინადრობის უფლება და ტოლვილის სტატუსი კი უარი უთხრა ყველა ინსტანციის სასამართლომ საქართველოში. პირველი დღეს ეს ერთად კითხეს და გამომარტე. პირველ ის ქართულ საქმეს აკეთებს, ეს გუშინ და გუშინ წინ კი არ დაწყებული 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ვინმეს თუ აინტერესებს, შევიდეს თემურ ქათამაძის Facebook გვერდზე და ნახოს ზურაბ გორგილაძესთან, ფრიდონ ხალვაშთან და სხვა ქართულ პატრიოტ დამსახურებულ მოღვაწეებთან გადაღებული ფოტოები, ის მათთან თანამშრომლობდა და ამ ქართულ საქმეს აკეთებდა ისტორიის, კულტურის, ჩვენი ენის გავრცელება ჩვენებურებში, თურქეთში და ზოგადად მთელ მსოფლიოში ცდილობდა, რომ ქართული კულტურა უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გაეცნო და არ დაკარგულიყო ეს ყველაფერი. ეს ქართული საქმე აღიზიანებდა ქართულ ოცნებას. პირველში როგორც აღმოჩნდა ეს ქართული საქმე მათ აღიზიანებთ და მეორე და რაც ყველაზე მთავარი არის, როდესაც მას უკანონოდ, ამას სულ პასუხისმგებლობით ვამბობ, უკანონოდ უთხეს უარი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამისი, პირიქით ასეთ ადამიანებს არათუ ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით უნდა, გამონაკლისი წესით უნდა მიენიჭოთ, ან 4 წესი რომ არსებობს ნატურალიზაციის განსაკუთრებული წესით უნდა მინიჭებოდა მოქალაქეობა, როგორც ადამიანს, რომელიც უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებდა ერთი და მეორე, როგორც ისტორიული უსამართლობის მსხვერპლი ადამიანების შთამომავალს, იმიტომ რომ უვაჯირობა ეს იყო ისტორიული უსამართლობა და ეს ქართულმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს და სიმბოლური არის, რომ რუსულ პოლიტიკას აგრძელებდა. რუსული პოლიტიკა იყო ამ ადამიანების გაძევება საქართველოსთან 19 საუკუნეში და რუსული საქმის გაგრძელება არის, როდესაც თემურ ქათამაძეს უშვებენ და ეს როგორი ადამიანებია, როგორი ადამიანი არის, ღირსეული, შთამომავალი თავისი წინაპრების. ისინიც არ იყვნენ რუსეთის იმპერიის დასაყრდენი აქ და თემურ ქათამაძისნაირი ადამიანებიც ვერასდროს ვერ იქნება რუსული იმპერიის დასაყრდენი საქართველოში. ამიტომ აძევებენ მათ აქედან და მეორე რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის, რომ მან ხმა ამოიღო. ანუ პრაქტიკულად ისე რუსეთმა გააძევა თემურ ქათამაძე საქართველოსთან ამას არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ახლა ვინმე იყო თუ არა რუსეთიდან ჯართული. რა თქმა უნდა არ იქნებოდა, მაგრამ საქმის გაგრძელება არის, ხო, ეს არის იდეური გაგრძელება რუსული საქმის, რაც კეთდება ამ ქვეყანაში და დღეს თუ რამე კეთება, ეს არის რუსეთის საქმის გაგრძელება და რუსეთის საქმის გაკეთება ამ რეგიონში და ამ ქვეყანაში. და ყველაზე მთავარი, თავისუფალ ადამიანს ვერ იტანს. პირველი ქართული საქმის კეთებას ვერ იტანს და მეორე თავისუფალ ადამიანს ვერ იტანს. ორივე კრიტერიუმით თემურ ქათამაძე შეუთავსებელი იყო ამ ქვეყნისთვის, ამ ხელისუფლების პირობებში. გააძევეს, იმიტომ ის აქტიურად გამოხატავდა თავის პოზიციას, სოციალურ ქსელებში აქტიურობდა, განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ამ უსამართლობასთან დაკავშირებით და ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, რომ რუსული კანონის ინიცირებიდან, პირველად ინიცირებიდან დღემდე, სანამ მას დააკავებდნენ, ანუ ის 11 იანვარი ავადსახსენებელი, როდესაც ზია და უამრავი ადამიანი სტუდენტები დააკავეს, აქედან მოყოლებული მას დროშა არ დაუშვეს. ის მუდმივად ამ დროშით იდგა და ეს კაცი მათთვის პრობლემა იყო, იმიტომ რომ სიმბოლო გახდა ამ აქციების და რა თქმა უნდა, მათი მიზანი იყო საგანგებოდ დასჯა თემურ ქათამაძის როგორც სიმბოლოს ამ აქციის, რომ აი ქართული დროშისთვის, ქართული საქმისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის, თავისუფლების სიყვარულისთვის ისჯება და ასე დაისჯება ყველა. ეს იყო ალბათ მესიჯი, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ადამიანს მისცა
უფრო მეტი мотиваცია და ადამიანებმა გაიცნეს და შეიყვარეს თემურ ქათამაძე. ეს არის თემურ ქათამაძის გამარჯვება. დღეს თემურ ქათამაძე დამარცხებული კი არ გაუშვიათ ამ ქვეყნიდან. გამარჯვებული წავიდა და ეს გამარჯვებული დაბრუნდება აუცილებლად ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. ეს აკაკი გვიანიძე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი, პარტიიდან გახარია საქართველოსთვის. ლარა, როგორ გადიხართ მარშზე? თემურის სექტორის მარშზე გავდივართ ერთად და ეს იქნება ავტომანქანებით მსვლელობა, ხო? ავტომანქანებით მარში, სარფის მიმართულებით. რა არის თავი გზავნილი ამ მარშის? თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? პირველი ის რომ თემურს ვუსურვებთ ხნეობას და გამარჯვებას და საქართველოში დაბრუნებას და ის რომ თემური გვემახსოვრება ყოველთვის, ის არის ჩვენი მთავარი გმირი, მთავარი მეტროში, ბათუმელების მეტროში და ველოდებით საქართველოში მალე დაბრუნებას. ამიტომ თემურს მოკითხვა და გაგზავნა. მადლობა. საიდან გავდივართ? თეატრალურიდან გავალთ და წავალთ და ჩავალთ. ამ თეატრიდან გავლენ ავტომანქანები. მადლობა. ეს ლარა ქარციევაძე იყო. ხალხო, ინტერესთა მინდა ჯდებით. მე წამო. ადი, წამო. მოგდა გემზადებიან უკვე მსვლელობისთვის რომ მოეწყონ ავტომანქანებით მსვლელობა სარფის მიმართულებით და გამოხატონ ამით სოლიდარობა თემურ ქათამაძის ბათუმელი მეტროშის მიმართ, რომელიც გააძევეს იძულებით. ნინას მინდა გავესაუბრო მანამდე. ნინა, ბოდიში სულ რამდენიმე წუთით რომ გითხრა. ხო, თქვენ რა ინფორმაციაა ამ ეტაპზე ცნობილი თემურის შესახებ? თქვენ ხართ მისი საცოლე და ახლო მეგობარი. თუ მოახერხეთ ამ დროისთვის მასთან დაკავშირება? მასთან დაკავშირება ჯერ შეუძლებელია, რა თქმა უნდა, რომ არ აქვს ტელეფონი. დამირეკა მეგობარმა თურქეთიდან და მითხრა რომ პოლიციიდან დარეკეს და თავისუფალია და მიემგზავრება თავის მეგობართან, აი აქეთ მუშაობს პოლიციის მხარეს, გააძევეს სამხრეთ ის იყო ორდუს პროკურატურაში, როგორც იცი გამოკითხვაზე. ადამიანში გააძევეს, აპირებდნენ ორდუსში გადაყვანას, მაგრამ მოხდა ონლაინ დაკითხვა და ამ დაკითხვის შემდეგ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე პროცედურა კიდე არის გასავლელი, არ ვიცი იქნება თუ არა სასამართლოებით, ჯერ არაფერი ვიცი დაწვრილებით, მაგრამ ეს ფაქტი დამედასტურეს, რომ ახლა არ იმყოფება იზოლატორში და ხვალ ველოდები მისგან ძარს. ის ხვალ მოხერხდება, იმიტომ რომ ან გვიან ღამით, ან დილით ჩავა. ხომ არის რამე ცნობილი შემდეგი სამართლებრივი პროცედურის შესახებ, როგორც იყო ცნობილი აქამდე, სადაც დასტურდებოდა ოფიციალური დოკუმენტებით, თურქეთის მხარე აპირებდა მის დაპატიმრებას, რომ დაკავების ორდერი იყო გაცემული. ეხლა რა ხდება ამის შემდეგ? ეს ძალზე სერიოზული საქმე იყო და ძალიან სერიოზული ბრალდება, რა ვის გონია რომ ეს აი ხო ხედავთ არ ყოფილა საშიში, ძალიან საშიში იყო და უამრავი უდანაშაულო ადამიანი ამ ბრალდებით სასჯელს იხდის თურქეთის ციხეებში. ჩვენ ალბათ გაგვემართლა იმაში, რომ თემურის საქმე გახმაურებული იყო საქართველოში და რა თქმა უნდა თურქეთშიც იცოდნენ ყველაფერი და მეორე თემური აქედან მომზადებული წავიდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ბოლოს და ბოლოს გახდა შესაძლებელი ამ დოსიის მოპოვება, თემურს საკითხული ჰქონდა და თავის დაცვა შეეძლო. და აქედან წაიღო ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მის უდანაშაულობას. თუმცა, აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია, მაგრამ ეს ყველაფერი არ უარყოფს, არ აბათილებს იმ საშინელ ფაქტებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დამართა და ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკმაოდ ხშირად საუბრობდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, მიგრაციის იზოლატორის მუშაკების მხრიდან და ბოლო პარასკევს სიმბოლური შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ზუსტად ამის გასაპროტესტებლად და რაღაცა ქაღალდის ნაგლეჟზე წერილი აქ დაწერილი ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი უსამართლობა განხორციელდა მის წინააღმდეგ.
დღეს რა თქმა უნდა სიხარულით წასწრეთ, აი 1 საათის გავიგეთ და ჯერ კიდევ მე მგონი არ არის ეს დასრულებული გაეროს ადამიანის უფლებათა და დაცვის კომიტეტში შესულია განცხადება და პასუხი ჯერ არ არის მოსული და აი ნახოთ როგორ ჩვენით როგორ განვითარდება. დიდი მადლობა, ეს ინეკაკულია იყო თქვენმა სუსმენით ჩვენს პირდაპირ ეთერში. ესეთია განცხადებები ამ დროისთვის ბათუმის საპროტესტო აქციაზე. ახლა ეგ მონაწილეები უკვე გადიან საპროტესტო მარშზე, უბრალოდ სოლიდარობის მარშზე. ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები უცხადებენ სოლიდარობას თემურ ქათამაძეს ბათუმელ მედროშეს, რომელიც დღეს ოცნების არლეგიტიმურმა მთავრობამ გააწევა საქართველოსთან. ჩვენ ავთოთ მოგალწვით ინფორმაციას ამ მსვლელობის მარშის შესახებ. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.